შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. დიდუბეში მეორე მეგობრებო წინ გასწით ნუ შედრკება თქვენი გული ევდოშვილი. საღამო იყო, როდესაც ვანო მახათაძემ დიდუბის ქუჩიდან გადაუხვია და ვახტანგის ქუჩას მტკვრისაკენ გახვა. ალაყაფის კარები შეაღო, პატარა ეზო გაიარა და კიბით აივანზე ავიდა. ვანოს მამა ბართლომე, დედა სალომე და დაი ქეთო ვახშმობდნენ. შავ პურს, კარტოფილს და უგრეხელსა სჭამდნენ. ვანო! დაიძახა გამხდარმა და დალეულმა ქალმა, სალომემ და ისა და ქეთო ვანოს მოეხვივნენ. ბართლომემ შვილს გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. როდესაც ვანო ამ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ორჯერ იყო დაპატიმრებული და რუსეთში გადასახლებული, ამიტომ დედამისი სალომე და დაი ქეთო უფრო ხშირად მას მეტეხში ნახულობდნენ. ახლა ვანო თავისი სკოლის ამხანაგის, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტის, სტეფანე ვართანიანის კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა. ხანა ჩამქორის ბრძოლაში მოკლული თავისი მეგობრის, პეტო ნატროშვილის დედის, მარინეს ბინაში ათევდა ღამეს. ამიტომ მშობლებისათვის, განსაკუთრებით კი დედისა და დისათვის, ვანოს შინ მოსვლა დიდი სიხარული იყო. მამა ქალაქში ხვდებოდა ხანდახან. ოთახში შვა ადგილას მაგიდაზე ნავთის ლამპა იდგა და ღარიბულად მორთულ პატარა ბინას ძლივს აშუქებდა. ოთახის მთელ მორთულობას სუფთად გაწყობილი 2 საწოლი და განჯინა შეადგენდა. ვანო მაგიდასთან დაჯდა. გამხდარი დედა თავზე დაადგა. ჩანჩხურა ხელი მხარზე დაადო. სახეში ჩახედა და გაუღიმა და უთხრა: რა არის ბიჭო? ასე იშვიათად რომ მოდიხარ შინ? მეტეხში უფრო ხშირად გნახულობდი. მა შენთვისა ისა ჯობია დედა ჩემო, ისევ მეტეხში ვიჯდე. გაეხუმრა ვანო. ღმერთმა დაგიფარო შვილო, შეშინდა დედა. თუმცა სალომე ნატანჯი და ხიფად შეჩვეული ქალი იყო. მისი ქმარი ბართლომე 1905 წლიდან 1917 წლამდე 5 ჯერ იყო დაპატიმრებული და ერთხელ კიდევ ციმბირში გადასახლებული. მაინც ვაშკაცურად იტანდა გაჭირვებას მარტოხელა ქალი და მრავალრიცხოვან ოჯახს უძღვებოდა. ბოლოს უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა და ვანოს დაპატიმრებისა და გადასახლების ჯავრსაც გაუძლო. მაგრამ წინანდელი მხნეობა, გამძლეობა და ძალა დაკარგოდა. უღონოდ დაეშვა სკამზე, ვანომ შეხედა და შეეცოდა. გამხდარდა გალეულ ქალს, შავი თავშალიდან გამოჩრილი, თეთრით მის ბღუჯა გადმოფენოდა დამჭკნარ ლოყაზე. სამი ქალის დაჭლექებას და სიკვდილს საბოლოოდ გაეტეხა სალომე. წუხარებას და ცრემლებს ამოეწვათ გაუთავებელი გლოვით გაშტერებული მისი წყლისფერი თვალები. უცნაურად გაშავებული და დამჭკნარი მისი სახე თითქოს სიღატაკის, ტანჯვა წამების, ჭირისა და ზაფრის ცეცხლს გაუტრუსავსო.
ვანომ თავი ჩაჰკიდა, მას ჯავრი ღრღნიდა, ღარებ მშობლებს რომ ვერ ეხმარებოდა. თუმცა ნასწავლი და განათლებული ქალი არ იყო სალომე, იგი მაინც გუმანით ხვდებოდა მისი ქმარი და შვილიც მართალ საქმეს რომ ემსახურებოდნენ და ღარიბი ხალხის ბედნიერებისათვის იბრძოდნენ. ამიტომ ჭირში მყოფ დედას საყვედური მაინც არ უთქვამს არსებული წყობილების წინააღმდეგ მებრძოლი შვილისათვის, რომელიც თავს არ არიდებდა ხიფათს და დედასაც არ იბრალებდა თავისი ხიფათით და უბედურებით რომ არ დაეტანჯა იგი. მამა დედაზე უფრო შენახული ჩანდა. იგი გამხდარი, მაღალი, ქერაკაცი იყო. მხოლოდ საფეთქელთან და გრძელ ულვაშებში შეჰპარვოდა აქა-იქ ჭაღარა. დინჯად იჯდა შვილის პირდაპირ. შავ მოძველებულ კოსტუმში გამოწყობილი კაცი, მიუხედავად სამი შვილის სიკვდილის, თავის პატიმრობისა, ციმბირში გადასახლებისა, მანქანით ორი თითის მოწყვეტისა, შიმშილისა და სიღატაკისა, იგი მაინც მხნედ იყო. სასოწარკვეთას არ ეძლეოდა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას არ იშლიდა. იგი იატაკქვეშ მომუშავე და ჭირგამოვლილი, ძველი და გამობრძმედილი, შეგნებული და მოწინავე მუშა იყო. თავი მოსწონდა ნასწავლი და მებრძოლი შვილით. იგი დიდი წარმოდგენის იყო ვანოზე და ამიტომ მოკრძალებით ეპყრობოდა შვილს. ასეთ მოკრძალებას და წარმოდგენას კიდევ ის გარემოება აძლიერებდა, რომ ვანო ოქტომბრის რევოლუციის დროს პეტროგრადის მებრძოლთა რიგებში აღმოჩნდა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანი ლენინი თავისი თვალით ენახა და მისი სიტყვები საკუთარი ყურით მოესმინა. ბათლომეს ძალიან უყვარდა პეტროგრადის ამბებზე შვილის საუბრის მოსმენა. ისიც ახარებდა სამხრეთ რუსეთსა და კავკასში სერგეი კიროვთან რომ ემუშავა მის შვილს. კედია საგანგებო რაზმის აგენტები მეძებარი ძაღლებივით რომ ზდევდნენ და ზვერავდნენ ვანოს. აი ეს აღონებდა, ჩაფიქრდა, თეფშს დააცქერდა, ჩანგალი აიღო და უგრეხელის მარცვლებს ჩხრეკა დაუწყო. თითქო ყუთში ჩაყრილ საჭირო ასოებს სადგისით ეძებსო. მერმე ერთბაშად ასწია თავი, შვილს შეხედა და ამაყად უთხრა. კედიას ლეკვებს სურთ დაგვაფრთხონ და ბრძოლაზე ხელი აგვაღებინონ, მაგრამ ისინი ვერ მოესწრებიან ამას. ამასვე ფიქრობდა ვანოზე შეყვარებული და მისი პიროვნებით მოხიბლული ქეთოც, რომელიც ანთებული თვალებით მიშტერებოდა ძმას. ბათლომეს შენიშვნის მერმე მამა შვილს შორის საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე ჩამოვარდა. საუბრის მთავარ საგანს მოსკოვში დენიკინის გალაშქრება, მის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოში შეიარაღებული აჯანყების მოწყობა წარმოადგენდა. ვანო მონაწილე იყო ჩრდილო კავკასიაში რევოლუციური ბრძოლისა და სამოქალაქო ომისა, მაგრამ ამის გამო მას არც შინ და არც გარეთ ლაპარაკი არ უყვარდა. ქეთო კი არ ეშვებოდა. ჩრდილო კავკასიაში ხომ კიროვი და ორჯონიკიძე მოღვაწეობდნენ. გინახავს ისინი, იცნობ მათ. ვანომ დის ცნობის მოყვარეობა დააკმაყოფილა. მოკლედ და ძუნწად უამბო მას ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე სამოქალაქო ომზე, ისე რომ თვითონ იგი და მისი როლი მის ნაამბობში თითქმის არ ჩანდა. ვანომ საათს დახედა და აღელვება დაეტყო. რას იგვიანებენ ჩვენი ბიჭები? ჩაილაპარაკა მან. მალე კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა და ოთახში შაქრო ხახუტაშვილი და კარო იარალოვი შევიდნენ. ვანოს მშობლები კარგად იცნობდნენ მათ. ბათლომე, ვანო, შაქრო და კარო მერცხლის ბუდესავით აივანზე მიშენებულ პატარა ოთახში შევიდნენ.
აივანზე ამ ოთახის მიშენების იდეა ვანოს ეკუთვნოდა. ოთახი ეზოში ჩარჭობილ ბოძებზე იდგა, შესავალ კარებს პატარა კიბე ჰქონდა აივნიდან. ბათლომემ ლამფა ამთო და ტახტზე დაჯდა. გვერდით შაქრო და კარო მოისვა. ვანო კი წიგნებით სავსე პატარა მაგიდასთან მოთავსდა. ტახტისა, პატარა მაგიდისა და სკამის გარდა სხვა არაფერი ეტეოდა იქ და ისეთი სივიწროვე იყო, რომ 4 კაცის მობრუნებაც კი სჭირდა. აქ გაატარა ვანომ თავისი მოწაფეობა. მერმე როდესაც ჯარში გაიწვიეს, ეს ოთახი მემკვიდრეობით მის დას ქეთოს დარჩა. მამაჩემო, დაიწყო ვანომ, შენ უჩვენოდაც კარგად იცი, რომ ჩვენი არალეგალური პრესა დევნის გამო მეტად სავალალო მდგომარეობაშია. მართალია შენ ნაბრძოლი და ნატანჯი, უკვე ხანში შესული კაცი ხარ, მაგრამ ახლა ცხელი უნდა გამოიღო და არალეგალურ სტამბაში შენი ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიარო და ერთი დიდი საქმის შესრულებაში მიეშველო. უთხრა ვანომ მამას და გამხდარ ჭაბუკს, კარო იარალოს და შაულვაშიან ჯმუხ კაცს, შაქრო ხახუტაშვილს გადახედა. ბათლომემ გაიღიმა და შვილს კითხა, შაქროც ახალგაზრდების რიცხვში ჩასთვალე? მე კარო და შაქროც კომკავშირის ხელმძღვანელმა ბორის ძნელაძემ გამოგზავნა შენთან დელეგატებად, მიუგო ვანომ. ბათლომემ თუთუნი გააწყო და გააბოლა. დასახიჩრებული ხელი თითქო მალავსო მარჯვენა იღლიის ქვეშ ამოიდო, ხოლო მარჯვენა ხელის ცერით ჭაღარა ულვაშები გაისწორა. იგი მაშინვე მიხვდა შვილი, რომ რაღაც დავალებას აძლევდა. ამიტომ მომიყვანა ალბათ ვანომ ღონიერი და უშიშარი კაცი შაქრო ხახუტაშვილი და იატაკ ქვეშ განთქმული მომუშავე კარო იარალოვი. გაიფიქრა მან, ჩაახველა და თავი ჩაჰკიდა. შაქრო ხახუტაშვილი, კარო იარალოვი და სხვა ახალგაზრდა მუშები კარგად იცნობდნენ ძველ და განათლებულ მუშას ბათლომე მახათაძეს, რომელსაც არალეგალური მუშაობისა და თვითმპყრობელობასთან ბრძოლის მართლაც საამაყო გზა ჰქონდა განვლილი. ვატყობ რაღაც საქმეში მაბამთ, ბიჭებო. ბერი კაცი თუ რამეში კიდევ გამოგადგებით, უკან არ დავიხევ. მიმართა მან დამსწრეთ. კარომ გაიღიმა და შენიშნა. ნათქვამია, ბებერი ხარის რქანიცა ხნავენო. რა დრო შენი სიბერეა? უთხრა შაქრომ და შესძახა. გაგვიძეხ ბერო მინდიაო, მუხლი ჩაიდგი მგლისაო. ბათლომემ გაიღიმა და შაქროს და კაროს უთხრა. ჩემს ქებას თავი გაანებეთ და ისე მითხარით, რა საქმე გაქვთ ჩემთან. მას შემდეგ, რაც მენშევიკებმა ჩვენი რედაქცია და სტამბა დაარბიეს, ფურცლებს, პროკლამაციებს და პარტიულ ლიტერატურას, როგორც იცი, სხვადასხვა სტამბაში ფარულად ვბეჭდავდით, მიუგო შაქრომ. ახლა ეგ საქმეც გაჭირდა, რადგან მენშევიკებმა კონტროლი დააწესეს და სტამბებში კედიას აგენტები დაძრწიან. ისეთი ხერხიანი ბიჭი, როგორიც კაროა, ესეც კი ვერაფერს გახდა. ჩვენი ლიტერატურის ბეჭდვის საქმე ბევრჯერ ჩავარდა და ახლა დიდ სიძნელეს წარმოადგენს, თითქმის შეუძლებელია დაუდასტურა კარომ შაქროს. პარტიამ დაადგინა საკუთარი არალეგალური სტამბის მოწყობა. ამ საქმის მოწყობა ახალგაზრდებმა ვიკისრეთ. შეატყობინა ვანომ მამას. ცუდი როდია ეგ საქმე ახალგაზრდებმა რომ მიკისრეთ. შენიშნა მამამ და ჰკითხა, სად იშოვით მანქანას? სად და ვისთან აპირებთ სტამბის მოწყობას? სწორედ იმიტომ მოვედით შენთან. ნებართვა სოსო ალავიძისა და სერგო ქავთარაძისაგან მივიღეთ, თანხაც გვაქვს.
მანქანის შესახებ კარო გეტყვის. მიუგო ვანომ. ძია ბათლომე, დაიწყო კარომ. მე უკვე თავი დავანებე სამუშაოს, როგორც ჭლექით დაავადებული გამათავისუფლეს. მუშაობისათვის ახლა უფრო მოცლილი ვარ. ბათლომემ თავი ასწია და შავ ქურთუკში გამოწყობილ, თვალებ ანთებულ გამხდარდა ხრება ჩეჩილ შავგრემან ბიჭს შეხედა. ჭლექი მართლაც სჭირდა კაროს. მით უფრო საკვირველი იყო მისი ამტანობა, სიმხნე და სიმამაცე, გამბედაობა და დაუდგრომლობა. მე მობილიზაცია გავუკეთე ჩემს მეგობრებს და ამხანაგებს. განაგრძო კარომ, მაგრამ შრიფტის სტამბისათვის კერძოდ ვერ ვიშოვეთ. ამიტომ სხვადასხვა სტამბიდან მოვიპარეთ. ამ საქმეში შაქრომაც დიდი დახმარება გაგვიწია. ო თქვენ ქურდებო თქვენა, ვინ იცის იქნებ ჩვენი სტამბიდანაც ააცოცეთ? კითხა ბათლომემ. ავაცოცეთ ძია ბათლომე, მიუგო კარომ. ჩვენ უკვე დავაგროვეთ 6-5 ქართული, რუსული და სომხური შრიფტი და აქ დიდუბეში ერთი საიმედო მოხუცი ქალის ბინაზე შევინახეთ. ახლა მხოლოდ ბინა და მანქანა გვაკლია. შაქრომ გაიღიმა და ბათლომეს უთხრა. ისე მოგივიდა როგორც ერთ გლეხს, რომელმაც ნალი იპოვა და დაიძახა, რა მაკლია და ცხენიო. კარგი რამ კლებიათ, შენიშნა ბათლომემ. არც ისე უიმედოა ჩვენი საქმე, შაქრო რომ ამბობს, მიმართა კარომ ბათლომეს. წინათ ჩვენს არალეგალურ სტამბაში ჟანდარმერიას ერთი პატარა მანქანა აღმოუჩენია და იგი მეფის ნაცვლის სტამბისათვის გადაუცია. ახლა ის მანქანა მენშევიკების განკარგულებაშია. ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მანქანის გატაცება. თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ კავკასკოეს სლოვოს სტამბიდან გავიტაცებთ. იქ ღამით მუშაობა არ წარმოებს. კარგია, შენიშნა შაქრომ. მე და ჩემმა მეგობარმა ზეინკალმა დიმიტრი ჩაპლიგინმა განაგრძო ისევ კარომ. 2 სტამბის კარებიდან კლიტის ზომა ავიღეთ და უკვე გასაღები თანა გვაქვს. ყველაფერი მზად არის, მაგრამ მანქანის გატაცება შევაჩერეთ, რადგან ბინა და ადგილი სტამბისათვის ჯერ კიდევ ვერ გამოუძებნეთ. მამაჩემო, იქნებ შენ გეგულება სამდო პირი, ან იქნებ მოხერხებული და საიმედო ადგილი მიგვიჩინო სტამბის მოსაწყობად. სთხოვა ვანომ მამას. ბათლომე ჩაფიქრდა და დიდი ხნის დუმილის შემდეგ მიუგო. არის ერთი ჩემი მეგობარი, ასოთ ამწყობი ნიკოლოზ მაკაროვი. იგი მეტად საიმედო პიროვნებაა. ის დიდუბეში მტკვრისპირას ცხოვრობს. ახლა სოფლის მეურნეობას ეწევა. თუ კოლია მაკაროვი დათანხმდა, სტამბა მის სახლის ქვეშ სარდაფში უნდა მოეწყოს. ნიკოლოზ მაკაროვი, გაიმეორა კარომ. თითქოს იგი იცნობდა მაკაროვს და ახლა მის სახეს იგონებსო. არა, შენ შეიძლება არც იცნობ მას. იგი ჩემი ხნის კაცია, ჩემთან ერთად მუშაობდა არალეგალურ სტამბაში აქ და ბაქოშიც, ლადო კეცხოველთან. შენიშნა ბათლომემ. საიმედო კაცია? კითხა კარომ. საიმედოა, ოჯახი, ცოლ-შვილი? ცოლით საიმედოა. შვილი ომში მოუკლეს და ამჟამად პაპასთან და დეიდასთან შვილიშვილები, ბალღები ცხოვრობენ. დათანხმდება მაკაროვი თავის სახლში სტამბის მოწყობას? მე ვფიქრობ დათანხმდება. მიუგო ბათლომემ კაროს. მოხერხებულ ადგილად მიგაჩნია მაკაროვის ბინა და სარდაფი სტამბისათვის. ახლა შვილმა კითხა მამას, მეტად მოხერხებულად. აკი გითხარი, კოლია მაკაროვი დიდუბეში ცალკე მტკვრისპირას ცხოვრობს მეთქი. მისთან მისვლა ნავითაც შეიძლება.
ნავი პირდაპირ მის ეზოს ადგება, მიუგო მამამ. ეს მეტად კარგი ამბავია, განაცხადა ვანომ. ხვალვე უნდა ინახულო მამაჩემო მაკაროვი. კარო წამოყვება და თუ მაკაროვი დათანხმდა, კაროს თვალი ყველაფერს შეამჩნევს და აწონის. აი გიდი კარო, მიუბრუნდა ბათლომე კაროს და უთხრა: წინათ ჩემ თვალს, უნარს და გამოცდილებას ისეთი დიდი რევოლუციონერი და იატაკქვეშ მომუშავე კაცი ენდობოდა, როგორიც ლადო კეცხოველი იყო. ახლა კი შვილი ჩემზე უფრო შენ გენდობა. ასე არის მოწყობილი ეს ცხოვრება. ძველ თაობას ახალი თაობას ცვლის. უთხრა ბათლომემ კაროს. აბა მე რა თქვენი შესადარი ვარ, დარცხვენი ჩაილაპარაკა კარომ. განა შენ ჩვენთან არ იმუშავებ? შენიშნა შაქრო ხახუტაშვილმა ბათლომეს. შენ მე, ვანო იოსებაშვილი, მიტია ტერეშჩენკო, რომან კრინიცკი, ლეონ ვარდანიანი და არამ ბეჟანიშვილი 100 ამწყობებად ვიქნებით. ბეჭდავებიც ყავს. კარო ვასო მარუაშვილი და იაშა მუხინიკი გარე ივლიან. სტამბასა და კომიტეტს შორის კავშირის დასაჭერად. აგრეთვე ქაღალდის გადმოსაზიდად და დაბეჭდილი მასალის გასავრცელებლად.